მთელი ცხოვრება ეს პროცესი ხდება და ადამიანი გასუქდება, მერე თურქეთში მიდიან, ჭრიან და უხარია, მერე სურათები დებენ. აურა ლამაზად გამოიკულები. ორი. წვადი გაქვს და ყოველთვის კითხვა, აბა მაშინ რა ვჭამო? დიაბეტი ადამიანი ეს ფიქრობს, წვადი 150 გრამი 200. გამარჯობა მეგობრებო, დიაბეტი როგორ უნდა იმკურნალოთ წამლების გარეშე? თქვენ თუ არ გინახია წინა 2 ვიდეო, ეს არის მესამე ვიდეო იმ 2 ვიდეოს გაგრძელება. ჯობია ჯერ ეს 2 ვიდეო ნახო, მერე ნახო ეს ვიდეო უფრო ადვილად გაიგებთ ჩვენ სადა ვართ. ჩვენ ვართ პირველი ვიდეოში ნახე რომ როგორ კეთდება ადამიანი დიაბეტიანი, მეორე ვიდეოში ნახე წამლებით თუ იმკურნალებთ, სხვადასხვა ნებისმიერი პრობლემები კიდე დაემატება. საჭმელიდან მოსულია პრობლემა, ნახშირისწყლებიდან მოსულია დიაბეტი. ჩვენ საჭმელი უნდა გაასწორო, რომ ეს პრობლემა დაამარცხო, დიაბეტი. მეორე ვიდეოში ჩვენ ეს ვნახე. დღეს მესამე ვიდეო, როგორ უნდა არჩიო საჭმელი, ან როგორ უნდა გავიგოთ ეს საჭმელი ჭამის მერე ჩემი ინსულინი, ან ჩემი გლუკოზა სიცხლში. ადამიანი ვინც დიაბეტიანია. ძევით წავა თუ არ წავა. ადამიანია წლებია ესეთი საჭმელი ჭამს, რომელიც ფიქრობს ეს ძემი ჯანმრთელობისთვის კარგია ჭამს და პირიქით არ იცი შიგნით 3 კომპონენტით რო არის პროტეინი, ნახშირისწყლები და ცხიმები. როგორ უნდა დათვალო? დღის ვიდეოში გეტყვი ყველაზე პოპულარული 4 საჭმელი საქართველოში: ხინკალი, მწვადი, პური და ხაჭაპური. 4-ვიდან რომელი საჭმელი ჭამის მერე შაქარიანი დიაბეტი დაემატება, რომელი საჭმელი ჭამის მერე დიაბეტი არ დაემატება. თუ ეს სერია თქვენ ბოლომდე უყურე მეგობრებო, თქვენ დიაბეტის შესახებ აბა გადა ყველაფერი გეცოდინება და თქვენი სამეზობლოში, სამეგობრებში, ოჯახში თუ ყავს ეგეთი პაციენტი, რომელი არის დავადებული დიაბეტით, შეგიძლია ურჩიო, როგორ უნდა დამარცხო ეს დავადება. ყველანაირი საჭმელში მეგობრებო არის მიკრო და მაიკრო ნუტრიენტები. 95% არის მიკრონუტრიენტები აქ. მიკრონუტრიენტებში რა შედის? პროტეინი, ნახშირისწყლები, ცხიმი და წყალი. და ჩვენი ორგანიზმი თლიანი თითო ორგანო, თითო ნაწილი, თმა, კანი, კბილები, ყველაფერი, გული, კუნთოვანი, ყველაფერი გაკეთებულია ცხიმი, წყალი და პროტეინით. აქ ნახშირისწყლებით გაკეთებული ჩვენი ორგანიზმში არაფერი არა. ნახშირისწყლები გვაძლევს მარტო ენერგია. დაჯე ჩვენი ორგანიზმმა შენახვაც არ იცის ნახშირისწყლები როგორ უნდა შეინახო. პროტეინი, ცხიმი და წყლის შენახვა იცის. ნახშირისწყლების შენახვა როგორ კეთდება? ნახშირისწყლები გადამუშავდება ცხიმით და ცხიმით ინახება, რომ ადამიანი რო გასუქდება. ჩვენი ორგანიზმი იმას ინახავს ცხიმით, რომ მერე დავხარჯო. როცა საკმარისი ნახშირისწყლები თქვენ არ მიიგებთ. მაგრამ ეგეთი დრო ცხოვრებაში არადროს არ მოდის. თქვენ ყოველდღე ჭამს ნახშირისწყლები, ჭამს და ჩვენი ორგანიზმი არ ხარჯავს მაგას და ინახავს და ინახავს. სულ მთელი ცხოვრება ეს პროცესი ხდება და ადამიანი გასუქდება, მერე თურქეთში მიდიან, ჭრიან და უხარია, მერე სურათები დებენ. აურა ლამაზად გამოიკულები. ეს ხუმრობა არ არის. კუჭი შეჭრაბდა, პატარავდა და მერე სურათები Facebook-ზე დადო და ეს ლამაზად გამოიკურება. ეს ვაფშე ხუმრობა არ არის. ეს ერთი დავადებისგან მეორე პრობლემაში შედიხარ. ეხლა არა, შეიძლება გამოჩდე რაღაცა წვრილი, ლამაზი. ეს მომავალში სხვა პრობლემიდან დაბრუნდება, ეს
და როგორც ვიცი, ორი ადამიანი მოკვდა კიდეს იმ ოპერაციის დროს. თუ გაიგებს საჭმელი როგორ უნდა ჭამო, ისეთაც შეიძლება ნებისმიერი დავადის დამარცხვა, პლუს დიაბეტი და სიმსუქნე. წინა ვიდეოებზე გითხარი, ჩვენ ჭამს ნახშირისწყლები, შაქარით გადამუშავდება, მერე სიცხილში მიდის ეს შაქარი, ინსულინი გამოიყოფება, მერე ინსულინს მიაქეს ზედმეტი შაქარის და ტენის ჩვენი უჯრედებამდე. ეს პროცედურა. ანუ საიდან მოვიდა ჩვენი სიცხილში? მოვიდა ნახშირის წყლებიდან. პროტეინიდანაც მოდის შაქარი, მაგრამ პროტეინი და ცხიმი დაახლოებით 15-დან 20% შაქარით გადამუშავდება მარტო. დანარჩენი 85% დამნაშავე აქ არის ნახშირის წყლები და ყოველთვის ნებისმიერი ქვეყნის თეფში, ინდა ინდოეთია, ამერიკა, ლაპარაკი არ არის ყველაზე დავადებული თეფში მე ვეტყვი მაგას, რომ უკუროთ ნახშირის წყლებით სავსეა. აქაც ზედმეტი ნახშირის წყლები, ცოტა პროტეინი და ცხიმის ჭამ. ეს თეფშის დალაგება როცა ვისწავლებ, მეგობრებო, ეს თეფშზე 4 კომპონენტი როგორ უნდა დაალაგო, აქ დამთავრდება ეს პრობლემა. ჩვენ ბაზარში რაღაცა რო კიდულობს, უკან ეტიკეტი ხო არის? ის ეტიკეტის კანონი იმითოა, რომ იქ უნდა წაიკითხო ცხიმი რამდენია, პროტეინი რამდენია, ნახშირის წყლები რამდენია. იქ თუ ნახშირის წყლები მეტია ვიდრე პროტეინი და ცხიმი, ეს პროდუქტი ეგეთი ადამიანისთვის არ ვარგა, რომელიც ფიქრობს წონაში დაკლება, დიაბეტის მკურნალობა, სხვადასხვა მეტაბოლიზმი, მეტაბოლიკ პრობლემის მკურნალობა. იმ ადამიანისთვის ის საჭმელი არ ვარგა, უყვარს პური. მოდი დავიწყოთ ჯერ პური რა შვება ჩვენი ორგანიზმში, ჩვენი სიცხილში რა შვება. ადამიანი დიაბეტიანია, როგორ უნდა გაიგო ეს ერთი თხელი პურის ნაჭერი. აქ წერია სპეციალურად სურათში ნახე, კალორია 40. ცხიმი 0.59 გრამი. ნახშირის წყლები 7.59 გრამი. და პროტეინი დაახლოებით არაფერი 1.15 გრამი. ამას თუ პროცენტულად უყუროთ, ნახშირი წყლები შედის ამ თქვენი ერთი ძალიან წვრილად დაჭრილი პურში, რომელიც თეთრი პურია, 77%. 77% მარტო ნახშირის წყლებია, ცხიმი 11% და პროტეინი 12%. ეხლა დიაბეტი ადამიანის თუ ერთი ნაჭერი შეჭამს, წავიდა ზევით შაქარის დონე. ისე კი ეს დიაბეტიანი ადამიანისთვის თეთრი პურის ერთი ნაჭერი არ ვარგა. მწვადი ხო ყველას გიყვარს. ეხლა მწვადი რა გააკეთებ ჩვენი ორგანიზმში ან დიაბეტიანი ადამიანისთვის, რადგან დიაბეტის სერია მწვადი 100 გრამი მწვადი რა შვება. ნუ აქ 100 გრამით დავითვალოთ, თქვენ შეგიძლია ნუ ერთი მწვადი შამფურზე 5 ნაჭერი დიდი შეიძლება 150 გრამი იყო ან 200 გრამი იყო. კი ბატონო, 100 გრამი მწვადში შედის 167 კალორია. კალორია მე ვეთქვი, არადროს არ უნდა დაითვალო, ის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. 9.51 გრამი არის ცხიმი, 3.78 გრამი არის ნახშირის წყლები, ძალიან ცოტა ნახშირის წყლებია, რომელიც დიაბეტის ადამიანისთვის ძალიან საუკეთესო პროდუქტი გამოვიდა. პროტეინია 16.22 გრამი. კიდე საუკეთესო. პროცენტულად რო დავთვალოთ, მეგობრებო, ნახშირის წყლები მარტო 10%-ია, ცხიმი არის 51% და პროტეინი არის 29%. ესე იგი, ერთი ნაჭერი თხელი დაჭერილი პური მავნეა თქვენთვის 100 ან 200 გრამი მწვადის ჭამა
დიაბეტიანი ადამიანისთვის კარგია. სუფრაზე რომ მიდიხარ, რა ის პური, რა პური. წვადი გაქვს და ყოველთვის კითხვა, აბა მაშინ რა ვჭამო? დიაბეტი ადამიანი ეს ფიქრობს, მწვადი. 150 გრამი, 200 გრამი მწვადი ჭამე, ოღონ პური არ მიაყოლო ერთი ლუკმაციკ. იმიტომ პურში დაახლოებით 80% ნახშირი წყლები შედის, რომელიც შევა, შაქარით გადამუშავდება, წავა ზევით სიცხლში გლუკოზის დონე. კიდე ერთი საინტერესო პროდუქტი ქინკალი. დიაბეტიანი ადამიანისთვის ქინკალი რას გააკეთეს? ესე იგი, ერთი ცალი ქინკალი, ან 100 გრამი ქინკალში დაახლოებით 200 კალორია არის, ცხიმი არის 8.87, ნახშირის წყლები არის დაახლოებით 18.62 გრამი და პროტეინი არის 8.6 გრამი. პროცენტულად რო დავთვალოთ, ნახშირი წყლები 40%, ცხიმი 42, პროტეინი 18. ქინკალი საუკეთესო კი არა, ქინკალი უკეთესია ვიდრე ერთი თხელი პური. იმიტომ აქ დაემატა ხორციც, სადაც შედის პროტეინი, ცხიმი და ის ნახშირის წყლების პროცენტულობა შემჭირდა. მაგრამ ნახშირის წყლები მაინც თლიანად რო უყურო, მაინც 18 გრამია ერთი ქინკალში, დიდი ქინკალში. რომელიც 18 გრამი, თქვენ ხო ერთი არ შეჭამს. 4 ქინკალი რო ჭამო, რამდენი გამოვიდა? 50 გრამამდე ნახშირი წყლები და ქინკალიც აგიწევს სიცხლში გლუკოზის დონე. მაგრამ პურზე ერთი ნაწერი პურზე მაინც უკეთესია. ეხლა ხაჭაპური მეგობრებო, დაახლოებით 180 გრამიანი პატარა ხაჭაპურში შედის 550-ზე მეტი კალორია, ცხიმი 90% ცხიმია, კიდე ქოლესტერინი შედის 60%, იქ იმიტომ რომ იქ არის კარახი ან ჯოგი მარჯარინი დაკეთებს, მარილი დაემატა აქ 77% მარილია, ეს ბევრია. ნახშირი წყლები შედის დაახლოებით 13%, 27 გრამი და პროტეინი შედის 28 გრამი. შიგნით არის ყველი, იმიტომ ცოტათი ნაკლებად დაზიანებული გახდა ხაჭაპური იმის გამო, რომ შიგნით კვერცხია, შიგნით არის ძეთია, ცხიმი შედის, პლუს კიდე ყველი შედის, სადაც ცხიმი და პროტეინი ორივეა. ნახე მეგობრებო, ეს სამი საწმელი, რომელიც ჩანს, რომ ძალიან დააზიანებს ორგანიზმს, ვიდრე ერთი პატარა ნაჭერის პური. იმიტომ ამ პატარა ნაჭერის პურიდან ყველაფერი გამოცლილია, არაფერი არ არის შიგნით, მარტო ცარიელა ნახშირის წყლები. იგივეა, გინდა შაქარი ჭამე, გინდა ერთი პური, ნაჭერი პური ჭამე. ეს იგივეა. იმიტომ მეგობრებო, თქვენ უნდა გაიგოთ საწმელის არჩევა. ეს პრობლემა არის საწმელის ჭამის ცუდი წესის გამო და საწმელის წესი რომ გაასწორებ, ეს პრობლემის მოგვარება შეიძლება. უკვე 3 ვიდეოა დიაბეტის შესახებ. ხვალე კიდე ერთი ნაბიჯი წინ, როგორ უნდა ვიმკურნალოთ დიაბეტი კვებით. აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო, გამოიწერე არხი, კარგად და ჯანმრთელად.